მოგესალმებით, ჩემო მეხუთე კლასელებო. ვაგრძელებთ ჩვენი საქართველოს თემების შესწავლას. დღეს მინდა გესაუბროთ თუ რა არის ადგილის გეგმა, გლობუსი, რუკა და რა მნიშვნელობა აქვს მას ამა თუ იმ ტერიტორიის შესწავლაში, წარმოდგენის შექმნაში, მოგზაურობაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. მინდა დავიწყო საუბარი იქიდან, რომ ჩვენ ცხოვრობთ და ვსახლობთ პლანეტა დედამიწაზე, რომელიც ვიცით, რომ არის გიგანტური ზომის, იმხელა რომ მისი დატანა ერთ პატარა ან მასაზე ან ქაღალდზე სრულიად წარმოუდგენელია. ამიტომ სხვადასხვა ხერხებს მიმართეს თავის დროზე მკვლევარებმა, მეცნიერებმა, გარკვეულმა წარმომავლობის ხალხებმა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ამხელა სივრცის პატარა ქაღალდზე გადმოტანა. სწორედ განსხვავება ის არის ადგილის გეგმასა და რუკას შორის, დედამიწის ზედაპირის რამხელა უბანია წარმოდგენილი ერთსა და მეორეზე. საუბარი მინდა დავიწყო რუკით, რადგან თქვენ უფრო თვალში ხშირად სკოლაში, საკანცელარიო ანუ წიგნების მაღაზიებში თქვენ უფრო გხვდებათ რუკები და ბავშვების ინტერესს უფრო რუკა იწვევს ხოლმე. მინდა დავიწყო საუბარი იქიდან, რომ რუკა არის ქაღალდზე წარმოსახული დედამიწის ესა თუ ის უბანი, ანუ დედამიწის ვრცელი უბნების გამოსახულებას, ქაღალდზე გადმოტანას ქვია რუკა. ის შესრულებულია მასშტაბში, რადგან იმხელა ტერიტორია, რომ პატარა ზომის ქაღალდზე წარმოვაჩინოთ, შეუძლებელია ის შემცირების, ანუ შევიწროვების, დაპატარავების გარეშე მოვახერხოთ. მინდა ვთქვა ის, რომ რუკას აქვს ძალიან დიდი ხნის ისტორია. ჩვენ წელთა აღრიცხვამდე, ანტიკურ ხანებში, როდესაც მოგზაურობები ხდებოდა ხოლმე, ყველა მოგზაური თავისი ექსპედიციის დასასრულს ჩაანახა საკეთებდა, ანუ ინაშნავდა, იხაზავდა იმ გეოგრაფიულ ტერიტორიებსა თუ ობიექტებს, რასაც ის გზად ნახავდა თუ გაივლიდა. მინდა ვთქვა ისიც, რომ რა თქმა უნდა ისეთი დახვეწილი, სიზუსტით შესრულებული არ იქნებოდა მაშინდელი რუკები, როგორც დღეს არის, რადგან დღეს სხვა ტექნიკა არის გამოყენებული რუკების აღბეჭდვაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გეოგრაფიულ წყაროს წარმოადგენს ძველი გეოგრაფების ჩანახაზები, თანამედროვე გეოგრაფიის მიმართულებების განვითარებისთვის. უნდა ვთქვა ისიც, რომ რუკას უფრო მეტად გამოიყენებენ სასწავლო პროცესში, დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების გამოხატვაში, ან ცალკეული ტერიტორიების ახსნა განმარტებებში, ვიდრე გლობუსს. რადგან რუკაზე ნათლად არის წარმოდგენილი ქვეყნის, კონტინენტის თუ სრულიად დედამიწის ყველა წერტილი და კუთხე-კუნჭული. ხოლო გლობუსი უნდა ვამოძრაოთ, როცა ჩანს წინა ხედზე გარკვეული ტერიტორია უკან დამალულია, უნდა შევაბრუნო, რომ ეს გაჩვენოთ. ასე ფიქრობს ყველა სპეციალისტი. ამიტომ გლობუსაც აქვს დიდი გამოყენება ოღონდ კონკრეტულ თემების ახსნაში. როდესაც მოსწავლეებს პედაგოგი უხსნის, ან მე ამ შემთხვევაში შევეცდები თქვენთან ვისაუბრო ისეთ გეოგრაფიულ მოვლენებზე, როგორიც არის დედამიწის ბრუნვა ღერძის გარშემო, დედამიწის ბრუნვა მზის გარშემო, დედამიწის დახრილობა თავისი წარმოსახვითი ღერძის გარშემო, ეს ყველაფერი ძალიან პრაქტიკულია გლობუსთან ერთად. მაგრამ ამის უკან დგას მთელი რიგი საკითხებისა, რომლის ახსნა მოსწავლეებამდე ადვილად გადაცემა წარმოუდგენელია რუკების გარეშე. მე თქვენ აქ მოგიტანეთ და თვალსაჩინოებისთვის აქ წარმოვაჩინე საქართველოს რუკა, თუმცა არსებობს კონტინენტების, რეგიონების და მსოფლიოს რუკები. ანუ მე მინდა ამ საუბარში თან გავაკეთო აქცენტი იმაზე, რომ რუკას, გლობუსსა და ადგილის გეგმას განმასხვავებელი ნიშნები აქვს. დავიწყოთ იქით, რომ რუკაზე აუცილებლად წარმოდგენილია ერთი კონკრეტული ქვეყანა, რეგიონი, კონტინენტი და მსოფლიო. აი ქვეყანაზე უფრო კიდევ შემცირებული ტერიტორიები მას რუკის სახელს ისინი აღარ ატარებენ, თუ ქვეყანაზე პატარა ტერიტორია მასზე წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მას ვეძახით ადგილის გეგმას. ჯერ ისევ რუკას მივუბრუნდეთ და მერე გაგაცნობთ ადგილის გეგმის მახასიათებლებსა და მის დანიშნულებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. რაში გვეხმარება რუკა? გავიგეთ, რომ სასწავლო პროცესში არის ძალიან ეფექტური და კარგად გამოსაყენებელი საშუალება, მაგრამ რუკას აქვს კიდევ თავისი დატვირთვა და თავისი მნიშვნელობა გარკვეულ საყოფაცხოვრებო მონაკვეთებში. მაგალითად,
რუკებს გარდა სკოლაში მოსწავლეებთან სწავლებისას ძალიან კარგად იყენებენ სამხედროები, როდესაც სტრატეგიულ გეგმებს სახავენ, თვითონ რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან, რომელ ქვეყანაზე გადის მათი ინტერესი, ან საზღვარი ქვეყნისა რომელ ქვეყნებს ემთხვევა, რომელი მეზობელი რეგიონები ყავს, ან მოსახლეობის ეთნიკურ ჯგუფებს, როდესაც ვახასიათებთ, ის ნარევი, ის ეთნიკური სიჭრელე, საიდან მომდინარეობს, მეზობელი ქვეყნების როლი არის ხოლმე ამ შემთხვევაში ძალიან ისეთი აქტუალური. ასევე შემიძლია გითხრათ ისიც, რომ რუკა და მასზე გამოყენებული პირობითი აღნიშვნები გვაძლევს იერსახეს იმაზე და გვაძლევს შეხედულებას იმაზე, წყლები სად არის ღრმა, ხმელეთი სად არის უფრო მაღალი, სად არის რთული ან ადვილად გადასალახავი რელიეფის ფორმები. მე ეხლა რასაც ვსაუბრობ, ამ ყველაფერს ქვია რუკის ლეგენდა, რუკის ენა. ეს არის პირობითი ნიშნების ერთობა, რომელიც გვეხმარება რუკის წაკითხვაში. მე შემიძლია გითხრათ ისიც, ვფიქრობ, რომ უნდა იცოდეთ, ვინ ქმნის რუკებს. გეოგრაფიაზე ვისაუბრე წინა გაკვეთილზე, იყო ასეთი თემატიკა, რომ მე მომეცა საშუალება ეს მეცნიერება თქვენთვის გადმომეცა და ამეხსნა და გეოგრაფია კიდევ იყოფა ვიწრო მიმართულებებად. გეოგრაფიის ერთ-ერთი მიმდინარეობა არის კარტოგრაფია და ბავშვებო, სწორედ კარტოგრაფები ადგენენ და ქმნიან რუკებს, რომლითაც შემდეგ ჩვენ ვსწავლობთ უკეთ დედამიწას და მასზე მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებს თუ ქვეყნების განაწილებას. კარტოგრაფია თვითონ სიტყვა ასე იხსნება. ეს არის ზუსტი მეცნიერება, რომელიც უზუსტობებს აცილებულია. ზედმიწევნით ზუსტად უნდა იყოს აქ ყველაფერი დაცული. შესაბამისად, რუკის შედგენის პროცესის თუ კარტოგრაფიას ექვემდებარება, უნდა უზუსტობებით ხდებოდეს. ზუსტი დეტალებით ხდებოდეს. ამიტომ რუკის შედგენისას წარმოუდგენელია რაიმე შეცდომა, რაღაცა ხარვეზი, ერთი გრადუსით, ერთი პატარა მონაკვეთით მცდარობაც რომ მოგვივიდეს, კარტოგრაფებს მოვიდეთ რუკის შედგენისას, ეს შეიძლება სერიოზულ დიდ ცვლილებებს იწვევდეს რეალურ ბუნებაში. იმიტომ რომ ამ რუკის მასშტაბზე წარმოდგენილი მაჩვენებელი ძალიან ვრცელ ტერიტორიას აღნიშნავს. 1 გრადუსი შეიძლება რამდენიმე ათეულ კილომეტრის სხვაობას გვაძლევდეს. მაგალითად, როდესაც პილოტმა უნდა დასვას დასაფრენბილი გზე თვითფრინავი, როცა სამხედროებმა იერიშით უნდა აიღონ რომელიმე წერტილი ან დასახლებული პუნქტი, თუ რუკის მიხედვით ხელმძღვანელობენ და რუკას იყენებენ ამაში და ის კარტოგრაფების მიერ რაღაცა შეცდომით არის შედგენილი, მაშინ მონიშნულ ადგილზე, აღნიშნულ წერტილს შეიძლება რამდენიმე ათეული კილომეტრი დაცდნენ ისინი. ეხლა მე მინდა საუბარი გავაგრძელო ადგილის გეგმით. ადგილის გეგმასა და რუკას შორის განსხვავება არის ის, რომ ადგილის გეგმაზე დედამიწის ზედაპირის შედარებით პატარა უბნებია წარმოდგენილი. მაგალითად, ქალაქი, ქალაქის ქუჩა, სოფლის პატარა უბანი და ასე შემდეგ. რუკაზე კარგად ჩანს ის, რომ დედამიწა არის გეოიდის ფორმის, სფეროსებული. მის სანაპირო ზოლებში განსაკუთრებით ეს განსხვავება, რომ ის ცენტრალურ უბნებში უფრო ამობურცული უნდა იყოს და სანაპირო ზოლებში, პერიფერიებზე, კიდეებზე, იქ რაღაცა უზუსტობები გვაქვს. ამ უზუსტობებზეც აგიხსნით, რას ვახსენებ, ეს ძალიან კარგად ჩანს რუკაზე. ხოლო ადგილის გეგმაზე იმდენად პატარა ტერიტორია წარმოდგენილი, იქ არანაირად არ იგრძნობა დედამიწის სფერულობა. ადგილის გეგმასაც გააჩნია თავისი პირობითი ნიშნები, რომელსაც მეორენაირად იხსენიებენ როგორც ტოპოგრაფიული ნიშნები და რატომ არ შეიძლება ადგილის გეგმაზე გამოყენებულ ნიშნებს ვუწოდოთ ისევ პირობითი ნიშნები, როგორც რუკისას ვუწოდებთ. მინდა გითხრათ, რომ რუკაზე გამოყენებული პირობითი ნიშანი შეიძლება იყოს მსხვილი ქალაქი, წვრილი ქალაქი, დედაქალაქი, სასაზღვრო პუნქტი, საზღვრისპირა ზოლი, ასევე მთა, მწვერვალი, დაბლობი, ღრმა წყლის აკვატორია, ყინულოვანი ტერიტორიები, მდინარე და ასე შემდეგ. ხოლო ადგილის გეგმაზე პირობით ნიშნება წარმოდგენილია ხიდი, ბილიკი, წიწვოვანი ტყე, ფოთლოვანი ჭაობი, ბალახი, უდაბნო და ასე შემდეგ. შესაბამისად, მე ვახსენე წეღან, რომ ადგილის გეგმა არის ძალიან პატარა ტერიტორიის უფრო დეტალური დახასიათება, ხოლო რუკა უფრო ზოგადია, რა თქმა უნდა, რადგან ვრცელ უბანზე გვესაუბრება. ამიტომ ადგილის გეგმაზე გამოყენებულ ნიშნებს ქვია ტოპოგრაფიული ნიშნები. აქედან გამომდინარე, ადგილის გეგმას მეორენაირად ტოპოგრაფიულ რუკასაც უწოდებენ.
მინდა შევეხო გლობუსს, წეღამ თქვი მე გლობუსი, რომელი საკითხების შესწავლაში გამოიყენება და ვახსენე კარგად და მინდა ვთქვა ასევე ის, რომ ეს ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ დედამიწის ფორმა, ბრუნვა, ღერძის მიმართ დახრილობა თქვენთვის უფრო ნათელი გახდეს. მინდა აღვნიშნო ის, რომ გლობუსი დედამიწის კარტოგრაფიული მოდელია, კარტოგრაფიაზე გესაუბრეთ, რომ ის არის ზედმიწევნით ზუსტი მეცნიერება, სადაც დაცულია ყველა სიზუსტე, რადგან პლანეტა წარმოსახულია ისე, როგორც რეალურად უნდა იყოს და არის, ერთადერთი მასშტაბია გამოყენებული, ანუ შემცირებულია რეალური ტერიტორია. ხოლო რუკა ეს არის დამახინჯებებთან ერთად, ანუ შესრულებული დედამიწის წარმოსახვა, რადგან ამოზნექილი, ესე რომ ვთქვათ, ცოტა უხეშად, სფეროსებული სხეულის სწორ ქაღალდზე გადმოტანა დამახინჯებების გარეშე არის წარმოუდგენელი. ამიტომ დამახინჯებული მოდელია, მას ასეთ ეტიკეტს აწერენ მკვლევარები, მეცნიერები თუ გეოგრაფები, თუმცა ყველაზე პრაქტიკული გამოყენება მაინც მას აქვს სკოლებში. მე რამდენჯერმე ვახსენე დღევანდელი გაკვეთილის მსვლელობისას მასშტაბი, მანძილის შემცირება, ტერიტორიის გადატანისას, ანუ დაპატარავება, შევიწროვება. მინდა გითხრათ ის, რომ თუ აი აქ წარმოდგენილი ზომის ქაღალდზე საქართველოა წარმოდგენილი, შესაძლებელია იგივე ზომის ფურცელზე მსოფლიო იყოს წარმოდგენილი. ესე იგი, ზომებშია განსხვავება. ამ ზომებს მათემატიკურ მაჩვენებლებს ბავშვებო წარმოაჩენს მასშტაბი, რომლებიც ციფრებით არის გამოსახული ყველა რუკაზე. მინდა ვთქვა ის, რომ რუკები მასშტაბის მიხედვით განსხვავდება. ის არის სამი ჯგუფის: მსხვილმასშტაბიანი, საშუალო და წვრილმასშტაბიანი რუკები. უფრო ხშირად სკოლაში თქვენ შეხება გექნებათ და პედაგოგები თქვენთან გამოიყენებენ ხოლმე საშუალო მასშტაბიან რუკებს, რადგან ის ზომით საკლასო ოთახისთვის, ანუ ოთახიდან მოსწავლეებისთვის ყველაზე კარგად აღსაქმელი ზომა, ტერიტორიები საშუალო მასშტაბიან რუკებზეა გამოყენებული. მინდა ვთქვა ისიც, რომ მასშტაბი გამოსახავს, რამდენჯერ არის შემცირებული რეალური ტერიტორია ქაღალდზე გადმოტანისას. მასშტაბები სამი სახით არის ხოლმე წარმოდგენილი, ანუ ჩაწერილი. არსებობს ხაზოვანი, რიცხვითი და სახელდებითი მასშტაბი. ხაზოვანი მასშტაბი, ანუ ეს სწორ ხაზს წარმოადგენს, რომელიც ტოლ-ნაწილებად არის დაყოფილი და თითოეული მონაკვეთი იმდენ კილომეტრსა და სანტიმეტრს წარმოაჩენს, რამდენიც რეალურად არის შემცირების დროს გამოყენებული. სახელდებითი მასშტაბია, რომელიც პირდაპირ წინადადებით სიტყვებით გვეუბნება თუ რა ზომაზეა შემცირებული რეალური სივრცე ტერიტორია ქაღალდზე გადმოტანისას და მესამე არის რიცხოვანი მასშტაბი, რომელიც აი ამ რუკაზე ძალიან ნათლად ჩანს. მე მინდა ჩვენი გაკვეთილი მივიყვანო ბოლოსკენ და მე ძალიან მინდა მოვინდომე ყველანაირად და მინდა რომ თქვენშიც შედეგი ანუ დაიდოს იმისა, რომ განსხვავება იცოდეთ, რა არის ადგილის გეგმა, რა არის რუკა და გლობუსი, რადგან თქვენ შემდეგ წლებში სხვადასხვა საგნების შესწავლისას, ყოველდღიურ ცხოვრებაში გახდებით მოზიარე იმისა, რომ გამოიყენოთ პრაქტიკულ ცხოვრებაში ეს დეტალები და მინდა იცოდეთ განსხვავება ტოპოგრაფიულ ნიშნებსა და პირობით ნიშნებს შორის, ბრუნვისა და დედამიწის მოძრაობის, ანუ განმარტებებს შორის რა არის ღერძის ირგვლივ მოძრაობა, რომელსაც შემდეგ კლასებში უფრო ისწავლით და მზის ირგვლივ მოძრაობა და არამც და არამც არ შეიძლება ამ თემატიკის და მოვლენების ახსნა რუკის ან ადგილის გეგმის გამოყენებით. მე უბრალოდ შევეცადე ძალიან მოკლედ და მარტივად გადმომეცა თქვენთვის ეს. მე მინდა მოგცეთ ასეთი დავალება, მე ვფიქრობ, რომ ხიარული იქნება, რადგან ფანქრებს, ფურცელს და ხატვასთან ასოცირდება, რადგან თქვენ გაეცანით ადგილის გეგმას, ტოპოგრაფიულ ნიშნებს, მინდა ჩახაზოთ ან თაბახის ფურცელზე ან საშინაო დავალების როვლებში თქვენი საცხოვრებელი უბნის ან თქვენი სოფლის პატარა მონაკვეთი, უბანი, ქუჩა, რომელიც გნებავთ და ყველა ის დეტალი, რაც იქ არის წარმოდგენილი, ეს არის ნასახლარები, თუ სამოსახლოები, მიწები, სპორტული მოედნები, ავტოფარეხები, შენობები თუ გამწვანების, ანუ ცალკეული დეტალები, ეს წარმოადგინოთ ტოპოგრაფიული ნიშნების გამოყენებით. სახელმძღვანელო დაგეხმარებათ ასევე ტოპოგრაფიული ნიშნების გამოყენებაში და აღქმაში და მინდა რომ თქვენს თანაკლასელებთან და პედაგოგებთან ერთად გაიზიაროთ და გაეცნოთ აღნიშნულ საკითხს. ეს იქნება ჩემს მიერ მოცემული დავალება, მინდა დაგემშვიდობოთ მომავალ შეხვედრამდე.